გამარჯობა მეგობრებო, მოვედით საქართველოს ირლანდიაზე 4 საათით ადრე სტადიონთან, იმიტომ რომ შესანიშნავი ფან ზონა გაიხსნა სტადიონთან, სადაც არის ჭამა-სმა გულაობა და ბრიტანელების რო გშურს ხოლმე რომ მატჩის დღე მარტო თამაშზე მისვლა-წასვლა რო არ არის და მთელი დღე რო გულაობენ. აი ეგ მაგას ვიწყებთ ნელ-ნელა ჩვენც. და ესე უნდა გავაგზავნო. თამაშამდე 5 წუთით ადრე მივედით სტადიონზე, უყურეთ და წამოვედით კი არა. მთელი დღე გულაობა, ეს არის ბრიტანული სტანდარტი. და ჩვენ გადავდივართ კროკოსთან ერთად ამ სტანდარტზე გადავდივართ. რა, ეხლა წავალ ყველაფერს შევჭამ, დავლებ და ვითამაშებ და მოვალ. მანამდერად ვარ იქოდა. ეს დღევანდელი მატჩის არის, ხო, საქართველოს ირლანდია. ესენი მატჩის პროგრამაა? ხარები შეიძლება. Unboxing-ი გავაკეთოთ. მატჩის პროგრამა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა. რაც უნდა იყოს მატჩის პროგრამაში? ეს კაშნე ეჭვიმაქ რომ ეჭვიმაქ გათამაშდება. თქვენი ამბავი ხო ვიცი? დღევანდელი თამაშისაა, ხო? ხო, დღევანდელი მატჩის არის საქართველოს და ირლანდია რა. ხო და თქვენ ხო ვიცით ამას მე არ დამიტოვებთ. და მომთხოვთ რომ უჯარიმოთში გათამაშდეს და დაჟე გავათამაშოთ რა. რადგან არ მასწვენებთ. ეს ვიყიდე კიდე? ბურთი, რა საყარელია. დაკავია. და კიდე ვიყიდე პინი. არ მე მგონი ამის ცალკე ერთ პაკეტში უნდა გათამაშდეს მე მგონი ეს. რაგბის პაკეტია. რაგბის რაც დევს ამ პარკში ყველაფერი ერთად უნდა გათამაშდეს. ბატონო. არ დაგვარტყევინებე? აუ ჩადო. გავიდა, ორძელშუა გავიდა. გვეთვლება. ხო გვეთვლება. განმეორებითი ცდა არის რა. ორივე გავდასახე, მაგრამ ერთი ძალიან მაღლა ავიდა და ისე გავიდა ძელებს შორის, რაც ითვლება რაგბის წესებით. მაგრამ სალაპარაკო არ გამختارიყო, მაინც გავამეორე რა. ეს უნდა გავატარო იმაში? თუ პატარა? არა, ეს. ესა? ხაზიდან ისროლე აგერ და აკედა? თული ამოცანა. პრიზი? გიორგი გამოვიწვიე, მიესალმეთ გიორგის. 4 ერთნაირი უნდა დავაწყოთ, ესე ან მიხვდებით რა. პროცესი 4. სიცილიური უნდა ვითამაშო. კაროკანი. და პატარა. მე რა ვქნა? ნახე რა უნდა? ესე უნდა რომ ჩააწყოს რა. ყველაფერს ვაკონტროლებთ, ჩემო პატიკო და ეხლა თქვენ გელოდებათ. კულმინაციური მომენტი. ეგ არის. რა მოვიგე? მე მოვიგე კროკოს მიკროფონი, ტელეფონი და გამოყვები მე თავი. გამოყვები. რა კაი მიკროფონია. ხო არ წავიღოთ. მე ახლა დავამარცხეთ თქვენი ძალიან ძველი თანამშრომელი და მოვიგე ბურთი. მადლობა თქვენ. გაიხარეთ. ისტორიაში ვის აქვს ყველაზე მეტი თამაში ჩატარებული? ყველაზე მეტი ლელო ტაბუცაძეს. კი ბატონო. ეგ ბურთს არ მაძლევთ მაგაზე? ეტაპზე არა. ყველაზე მეტი მატჩი კაჭარავა? კი ბატონო. გილოცავ შენ მოიგე ბურთი კროკოს. მე რამდენი ბურთი? დაურიგე უბანში ბურთი შენ მოგა, ხო? იქაც მოვიგე, ხო ბურთი? კი, ერთი ბურთი მან ჩაგვახდა. ერთი ბურთი ქვიზში მოვიგე. არჩე ბურთებს კარგად გავათამაშე. არ უნდა მეყიდა. რა ვიცი. ცოტა ხელით თამაში გვიჭირს რა. ახლა ეს რო იყოს გასაწევი. ესე გასაკინები. ყველა გავწევდით, მაგრამ აი ხელით თამაში ცოტა კინაღამ შევიდა.
ყველგან ბავშვები თამაშობენ რა დიდებისთვის ესე იგი არაფერს არ გაცდიან ეს ბავშვები რა აკეთეთ შეუშალოთ მოდი ხელი გამარჯობა როგორ შეიძლება რომ შეგიშალოთ ხელი ყველანაირად დაუნგრია კარგი თამაშია მაგრამ ცოტა გამჭვირვალობის პრობლემა აქვს რა ჩემი აზრით რა მეტი გამჭვირვალობა მეტი ტრანსპერენსი გჭირდება ესეთ თამაშებში აბა წავიძიოთ ნელ-ნელა წინ თავის დროზე თამაშიც კაია ისიც კაია ყველაფერი კაია იქ მოვიგეთ რაღაცები ეს ლუდი მაჩუკეს სლოვაკეთში ვერ მცნობდნენ ფულს მახდევინებდნენ სადაც აქ პირდაპირ ესე სლოვაკურადაც ხوار დავიწყოთ YouTube-ი ჩვენ ბიჭებს გამომაგდეს არა მოგება ისე მოგვეგოს რომ ხვალ საღამოს ძარენები ხო თავ ისე მოგვეგოს რომ 11 საათზე დღეს საღამოს უკვე 6 სერში მიგვიღონ რა დარეკონ რომ მოდით შემოდით ჩემზე დიდი ადამიანი ვიპოვე მეგობრებო ვის გვერდითაც ჩანვარ დაბალი და გამხდარი ერთადერთი ადამიანი ჩემს სამეგობროში გამარჯობა დრუპი გამარჯობა გამხდარო და დაბალო პროგნოზი გითხარი დღევანდელ მატჩზე რას ელოდები უბრალოდ როგორ მატჩს ელოდები ჩვენ ამ გუნდს შევხვედრივად გეტყვით 15 ჯერ პირველად იყო რომ ფრევი ითამაშეთ იმის მერე სულ უგებთ და თუ რუსეთია ხო ეგა ეხა ვინ ჩამოვიდა ეხა ისა ჩრდილოეთ ირლანდია დღეს ავიცი მოვიგებთ რა უნდა მოვიგოთ რა ირლანდია უნდა მოვიგოთ კი არა მოვიგებთ ეხა ირლანდია რა ეხლა ირლანდიას თუ ვერ მოუგე ამავე იბერნიანელები ვართ ისინი ჩვენც და ბასკებს თუ უგებთ რა საერთოდ ვერ უნდა მოვიგოთ ირლანდია ეს იყო სპორტ ეს არა ექსპერტი ოვალური ბურთის საკითხებში დრუპი წარმატებები ირლანდიას ეგება ძალიან არ წააგონ ორშაბათობაში რო ვლაპარაკობდი გახსოვს ჩემს საყვარელ გადაცემაზე all time საყვარელ გადაცემაზე როკი და ფეხბურთზე ერთ-ერთი წამყვანი ბატონი გაგა გობრონიძე შეგხვდა გადავეყარეთ შევთხოვით და მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შევთხოვით და მადლობა გადაუხადოთ ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებებისთვის და სიამოვნებით ვიღებ ყოველგვარი ნარცისობის გარეშე იმიტომ რომ ანალოგიური ცუდი პერიოდი ჩვენთვისაც იყო და აჩიკო ბენაშვილი, მინდია გაბაშვილი და მე სულ ვცდილობდი რომ კაი მუსიკა და უელვამ რაქნა, ანუ ეგ უნდა გვეთქვა რა, ძალი ბავშვობა აიმე რა საშინელი პერიოდი ჯეთროთალი რატო იცის ასე ცოტა ადამიანმა საქართველოში ინტელექტუალური მუსიკა ალბათ ან ჩვენ გონია რომ ინტელექტუალური და ფლეიტა გაიგედა ალბათ იმიტომ ხო არა რომ ქართველებს ჩვენი ფოლკიც მაგარი გვაქვს და სხვისი ფოლკი დიდათ არ გვაინტერესებს მაგრამ ფოლკი ძალიან მართლა მაგარი გვაქვს მაგრამ ეხლა სადე სტუმრები ხო ჩამოვიდნენ ამათ ფოლკი აქვს ეხლა ჩემზე კარგად ირლანდიური ფოლკი საერთოდ რა დღემდე ვარ შემჯდარი მაგრამ რაც დაუბერდი ირლანდურ ფოლკ პანკზე გადავედი რატომღაც პანკი სიბერემ მიცის პანკი სიბერის მუსიკა არის მე ვარ შენ მსმენელი სხვათა შორის და ბერს ხარხარე ფოიმე რა კარგია მეგარი რა წარმატება მადლობა ყველაფრისთვის ვაუ რეზი კიდე რაღაც რა მაისური მოვიგე რაგბი ჩვენი თამაშია აჰა საერთო პაკეტში გავათამაშოთ იქა ერთ დიდ პაკეტში ის ბოლოს რაც დაგვიგროვდება და მე რაღაცები დავაკპაკეტოთ ან ერთი იქნება ან ორი არა მე მგონი თუ გულგაკა ერთი იყოს ხო ხელგაშილობა თუ არის ხელგაშილობა უნდა იყოს დღეს რასაც მოვაგროვებთ ყველაფერი ერთ პარკში ჩავაწყოთ აი პრიზები გამოვა და ერთად გავათამაშოთ ვიღაცები დაწერენ ეხლა რომ არ ჯობია 5 ადამიანი გაახაროთ და მაისური ერთს, ბურთი მეორეს, პინი მესამეს, ჭიქა მეოთხეს, მაგრამ უპასუხებთ რომ არა
ირლანდიური ამინდი ხო არ გესიამოვნებათ, მეგობრებო? აი ეს არის მასპინძლობა და ეს არის დახვედრა. ირლანდიური ბრიტანული რო გაიგონ ბრიტანული უწოდე ეწყინა ირლანდიური ამინდი. დავით, როგორ ხარ დავით? კარგად და ცოტა შეფიქრიანებული ვარ, იმიტომ რომ პრეს კონფერენციაზე ირლანდიის ნაკრების წვრილმა თქვა, რომ ერთადერთი სიცხის მეშინიაო და ნამეტანი რა უნდა ქნან ნეტა ამ სიცხეში ეხა რა უნდა შემეშალა და მედიიზონის ნაცვლად მოვედი იქ, სადაც ნაკრების მწვრთნელების ხედან. იქეთ ირლანდიის ნაკრები უნდა დაჯდეს, მწვრთნელები, აქეთ ჩვენი ნაკრების სტაფი. შემიძლია 1-3-4 ცვლილება გავაკეთო. გაი ხა ირლანდიის შემადგენლობას აურევ ცოტა და მოვალ. ერდროს მედიაზონაში სამწუხარო ამბავი მოხდა, სკამები მოიპარეს. მას შემდეგ მედიაზონაში დაბმული სკამებია და ვერ გამოწევ რა, არის რა. ანუ გამხდარი უნდა იყოს და კარგად დაჭდე, მაგით. ანუ შენ გემოზე გაწიო, გამოწიო, აგერ არის სკამი, თუ გინდა დაჯექი, თუ არ გინდა ანუ მე მივალ ახლა სკამთან და დავჯდები, სკამი ვერ მოვა ჩემთან. ის სკამების მოპარვაზე მე მოვიგონე, მაგრამ შეიძლება მართლა ეგრე იყოს. ცოტა მისალმების ნაკლებობა იყო დასაწყისში და ნახოთ. ეხლა ჩვენც არ მივესალ. Sashtak, გადაწყვეტილებით ლელო არ ჩაითვალა. No try. საბოლოო მანქანაში 34-5 გამარჯვა ირლანდიის ნაკრებმა. გახსნის ცერემონიალი იყო ძალიან კარგი. ამაზე დაგსაგოვი. ისე გვაჯობეს, რომ არაფერი არ მწყენია. ყველაფერი დამსახურებულად იყო. უფრო ხშირად უნდა მოგვეცეს შანსი, რომ ამ დონის გუნდებს ვეთამაშოთ და ესე წელიწადში ერთხელ და ორჯერ არ ყოფნის მეტი გვინდა. ერთი პატარა უიღბლობაზე საუბარი დღეს სასაცილოა. დამსახურებულად მოგვიგეს, მაგრამ ჩვენნაირ ქვეყანას ირლანდიასთან ბევრი შანსი არ მიეცემა, ხო და ორ ლელოს რო გაგიუქმებენ, სანტიმეტრი რო დაგაკლდება, ხო, ეხა საწყენია, იმიტომ რომ
ასეთ დონის გუნდთან გულათულაში შეიძლებოდა ყოფილიყო. ასეთ დონის გუნდთან ეხლა ამდენი შანსი გექნება 3-4 ხო და ორლელოს რო ამდენი დააკლდება და ამოგისტვენენ ეგ ცოტა უიღბლობაც არის რა ეხლა ჩავალთ ამ სამხრეთ აფრიკაში და ნახოთ იქაც სასარგებლო ყომარები იქნება ერთადერთი აი მე ხა რაგბის ექსპერტობას ვერ დავიბრალებ არ არის ჩემი ძლიერი მხარე ეს სპორტი მაგრამ აი კოკერილის ხედვა რა არის რა რაგბის ახალი რამე რა უნდა ვითამაშოთ რა ხელწერა აქვს ჯერჯერობით ვერ გავიგე ვინც უკეთესად ერკვევით რაგბიში და კომენტარით ამიხსენით რომ რაღაცა რა საით მივდივართ რა ხედვა აქვს მაგრამ ეგ ალბათ უფრო სოფლიოზე გამოჩნდება 3 თვე რო ექნება გუნდთან მუშაობის საშუალება უწყვეტად აი მანდ უფრო გამოჩნდება მაგრამ ცოტა ხანიც არ არის რაც მოსულია რაღაცა უნდა შეგვეთყოს ხო წესით უკვე და ჯერჯერობით ვერ ვხედავ